სრული ცინიზმია ქალბატონი ირმას მხრიდან ან საოცრობით არაკომპეტენტურობა, როდესაც ის დღევანდელ სასამართლოზე საუბრობს, რომ სასამართლო დასუსტა და დასუსტება გვინდა. ჩვენ ეს ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება, რომ სასაცილო მდგომარეობაა. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ქალბატონი ირმა ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, იგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ არის, ხო? მინდა ბატონ ვანოს დარდიაშვილს მიმართო კითხვით. თქვენ იყავით იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მდივან რეფერანტი. შემდეგ იყავით გიგი უგულავას კანცელარიის გამგე. შემდეგ იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის რეკომენდაციით თქვენ დაგნიშნეს საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსად. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხი გვიყვებოდა, როგორ აგზავნიდით ძალით ნაციონალური მოძრაობის მიტინგებზე ადამიანებს და ვინც არ გემორჩილებოდათ სამსახურიდან აგდებდით. საქალაქო სასამართლოს მანდატურები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ, როგორც მანდატურები ყვებიან, მათზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ამ დრომდე ხორციელდება. მანდატურების თქმით, მათ ქართული ოცნების აქციაზე წასვლას უგზავნდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საქალაქო სასამართლოს მანდატურები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელობა მათ 27 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასწრებას თხოვა, ის პირები კი, რომლებიც აქციას არ დაესწრნენ, არჩევნების დღეს დილის 7 საათზე დაიბარეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მანდატურებმა უკვე დაწერეს განცხადება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე. ისინი სასამართლოს მენეჯერის ვანოს დარდიაშვილის დათავისუფლებას ითხოვენ. მაშინ, როდესაც ხალხი წავიდნენ პრეზიდენტთან შესახვედრად და ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობის მისაღებად და მათი მოსასმენად, ჩვენ გამოვთქვით უარყოფითი განწყობა ამ ყოველივეზე და არ წავედით. რასაც ამის შემდეგ კიდევ მოყვა ამ არ წასვლის გამო მათი მხრიდან გარკვეული სიტყვიერი თუნდაც და გარკვეული ფსიქოლოგიური ჩვენს მიმართ ნეგატიური გამოხატულებები რა. ჩვენ განცხადება შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ მამია ფაკაძის სახელზე და ვითხოვთ ამავე სასამართლოს მენეჯერის ბატონ ვანო ზარდიაშვილის გადადგომას. ვინაიდან მისი მხრიდან არის აგრესია ჩვენს მიმართ და იგი ახორციელებს ჩვენს მიმართ პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამიტომ მე მართლა გულწრფელად მინდა კითხოთ, ხა რა უფრო სასაცილოა, რომ მე, რომელიც არ ვემიჯნები საკუთარ წარსულს, პირიქით ვამაყობ საკუთარ წარსულს, რომ ეს მკვლელები, ეს მწამებლები, აქეთ რო გონორზე გადმოდიან, ეს არის ამ ხელისუფლების თავარი დანაშაული, ის რო არ მოხდა ამ სისტემის, ამ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება, რომ მომხდარიყო სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო რეჟიმი. მაშინ ამ ადამიანებს ესეთი გონორი აღარ ექნებოდათ და ჩვენ დღეს რას ხედავთ? კიდევ ჩვენ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში? სად არის აქ მორალი და სად არის ზნეობა? გამაგებინებთ და მე მინდა ყველას გასაგონად თქვა, არ შეგრჩებათ. სულ რომ გადაიჭრათ ვენები მათ დარბაზში ამ 3 და 150 ქართველი ბიჭის დახვრეტა ქუჩებში. არ შეგრჩებათ. ქალბატონო ირმა. თქვენ ხართ სააკაშვილის ეკაი გივით არ დამაძია თუ სხვა დანარჩენები ყველას მინდა მივმართო. აი ყველა ის ლიდერი, რომლებიც ერთად მაცალებს. მთელი ეს ლიდერები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან ჩიკატილო, გახსოვთ? ჩიკატილოები ხართ. აი იყო ესეთი პედაგოგი, რომელიც იყო მკვლელი სადისტი და საბჭოთა ეპოქაში მას ვერ უკიცებდნენ, რომ იყო მკვლელი. მაგრამ შემდეგ რა განაჩენით გამოუტანეს, კარგად იცის ყველა. და ეს მოგელი ჩვენს ყველა დაიჯერა. მომავლის განსხვავებული ხედვის გამო ვარ ევროპულ საქართველოში. ეს უფრო სასაცილო თუ თქვენ, აი ხა მან ქართული ოცნების პირველ მოწინავე რიგებში. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს რო იცავთ და დამოუკიდებელ სასამართლოზე გველაპარაკებით. რიტორიკული კითხვა ბატონო ვანო და გირჩევთ. სანამ კიდევ მოგინდებათ რომ დამცინოთ, კარგად დაფიქრდით ხო. Why